დიახ, იკრიბებიან მოქალაქეები ამ წუთებში მარჯანიშვილის მეტროსთან, საიდანაც უკვე დაიწყება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ და ეს არის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია. მორიგი მხარდამჭერი აქცია, რომელიც ეძღვნება მზია ამაღლობელს და მის საქმეს უკვე მე-19 დღეა დღეს, რაც შიმშილობს ჩვენი კოლეგა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არათუ საზოგადოებისთვის ადვოკატებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ მზია ამაღლობელის საქმეზე, ასევე უცნობია თუ როგორია ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც იცავს ჩვენი კოლეგის უფლებებს, განაცხადა, რომ მათ არ აწვდიან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად ითხოვენ ამ ინფორმაციას და დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა სახალხო დამცველს, რომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე და ითხოვენ იმას, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ საქმის იურისტებს ყველა ის ინფორმაცია, რაც აქვს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ. ერთადერთი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის შესახებ, არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება. მან დღეს თქვა, რომ მოინახულა მზია ამაღლობელი და ისიც თქვა, რომ მას უკვე უჭირს გადაადგილება, ვინაიდან დღეს მე-19 დღეა, რაც შიმშილობს მზია ამაღლობელი და მე-19 დღეა შესაბამისად ის დაჭერის დაკავების დღიდან შიმშილობს და არ იღებს საკვებს. დღეს 14 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და იმ განცხადებით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, ვინაიდან მათაც მიაჩნიათ, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სილა არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ფაქტობრივად უამრავი იურისტი, საქართველოში მომუშავე იურისტი და საერთაშორისო დონეზეც აცხადებენ და მოვისმინეთ, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწყების საფუძველს და რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არის უკანონო. ჩვენ ვჭერბით ადგილზე, ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, როგორც არის ჩვენთვის ცნობილი მარში, რომელიც დასრულდება რუსთაველის გამზირზე და მონეტა განვითარებასთან ერთად დაგიბრუნდებით ეთრში.